მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი ვიდეოს სასაუბრო თემაა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. შეიძლება ბევრისთვის არ იყოს ცნობილი ის, რომ საქართველოში 2019 წლიდან სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, გვაქვს ორგანული კანონი და ბოლო პერიოდია უკვე გვაქვს კონკრეტული რეგლამენტიც 590 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სტანდარტს. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის SafePro-ს ფუნქციონალის დახმარებით მე და გრიგოლი კითხულობდით შესაბამის ლიტერატურას. SafePro-ში განთავსებულია კონსოლიდირებული ვერსიები, რაც მე წლების განმავლობაში მიქმნიდა სერიოზულ პრობლემას. კარიერის დასაწყისში ჩემთვის ხელმისაწვდომი არ იყო მაცნე და მისი ფასიანი ვერსიები და ხშირ შემთხვევაში მიწევდა შრომის უსაფრთხოების ჯგუფში თხოვნა ჩემ კოლეგებთან, რომ გაეზიარებინათ ჩემთვის კონსოლიდირებული ვერსიები. SafePro-სთან ერთად გრიგორ მგონი ეს სისტემა კიდევ უფრო გამარტივებულია ჩვენთვის, ანუ ერთად გვაქვს კონსოლიდირებული ვერსიები და აი ახლა ვკითხულობდით ზუსტად ორგანულ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ, სადაც დამსაქმებელს ერთ-ერთ ვალდებულებად გაწერილია ის, რომ მან უნდა უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში დასაქმებულებისათვის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გადაცემა, მოვლა პატრონობა და შესაბამისი შემოწმება. ჩვენი კანონმდებლობით სიმაღლეზე სამუშაოები საქართველოში ითვლება სამუშაოები, რომლებიც მიმდინარეობს 2 მეტრსა და ზევით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევები სამშენებლო თუ არასამშენებლო ობიექტებზე, სადაც მიმდინარეობს სიმაღლეზე სამუშაოები, უკავშირდება სწორედ სიმაღლიდან ვარდნას. სიმაღლიდან ვარდნის თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებას ამ ეტაპზე წარმოადგენს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და კონკრეტულად აი აქ კადრში რაც ჩანს სიმაღლეზე სამუშაო დამცავი კამრები. დღევანდელი ჩვენი ვიდეოს მიზანია პირველი მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორია ხარისხიანი ინდივიდუალური დაცვის საშუალება, რა გამოარჩევს მას ნაკლებად ხარისხის მქონე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისაგან და გრიგორის დახმარებით ნახოთ თუ როგორია დამცავი კამრის მორგების პრინციპი, რადგან თუ სიმაღლეზე სამუშაო დამცავი კამარი სწორად არ გვაქვს მორგებული, ეს დაახლოებით ისეთი რისკებთანაა დაკავშირებული, როგორც სიმაღლეზე სამუშაოების წარმოება დამცავი კამრის გამოყენების გარეშე. უარესი თუ არა, ლევან, ვინაიდან და რადგანაც ადამიანს იმიტაცია აქვს იმის, რომ ის დაცულია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის და ჩვენ ამ ვიდეოში ავუხსნით მაყურებელს თუ რა არის პირიქით. მოდი, ესე გავაკეთოთ. ჩავატაროთ unboxing-ი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების. საკმაოდ კარგი სია მარკერების მქონე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გვაქვს. Powerguard-ი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა შრომის უსაფრთხოების სფეროში, მსოფლიოში, რომელიც აწარმოებს ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს. გრიგორ, მოდი SafePro-ს დახმარებით ფუნქციონალით გავაკეთოთ ისე, რომ შევადგინოთ ჩეკლისტი თითოეულ დეტალზე, რაც უნდა მოწმდებოდეს და დავიწყოთ შემოწმების აქტის გაკეთება და მორგებასთან ერთად თითოეულ დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება. კი ბატონო. შესაბამისი დასახელება უკვე მაქვს, ანუ სიმაღლეს სამუშაო დამცავი კამრის შემოწმების დოკუმენტი, full body harness ინგლისურად, ანუ სრული ღვედია ეს. განსხვავებით ტერასული სამუშაოებისა, აქ გვაქვს როგორც მხრის დაცვა, ისე მკერდის და ასევე ფეხის დამცავი ღვედები და აი აქ უკვე არის გამზადებული ყველა ის დეტალი, რაც აღნიშნულ დამცავ კამარზე უნდა მოწმდებოდეს. დანარჩენს უკვე დეტალურად გავივლით თქვენთან ერთად და ამის შემდგომ პარალელურად დავაფიქსირებთ შემოწმების აქტებში დიახარას პრინციპით კონკრეტული დაცვის საშუალების აღჭურვილობისა და დეტალის სტატუსს, ანუ არის თუ არა ის გამართული. ამის შემდგომ უკვე დავასრულებთ ჩვენ ჩეკლისტს და ავტვირთავთ შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით ჩვენს პროგრამაში. SafePro-ს დახმარებით, გრიგორ, ჩვენ უკვე გვაქვს გამზადებული ჩეკლისტის ფორმა, სადაც შევძლებთ, რომ სრული სიმაღლეზე სამუშაო დამცავი ღვედი შევამოწმოთ, მისი ყველა დეტალი ვნახოთ, რამდენად ექვემდებარება მუშაობას და რამდენად არის ის გამართული და უსაფრთხო ჩვენი დასაქმებულებისათვის. მას ასე დავიწყოთ ქართული შრომის უსაფრთხოების ისტორიაში პირველი unboxing-ი, სადაც შევამოწმებთ ინდივიდუალურ დაცვის საშუალებას, კონკრეტულად სიმაღლეზე სამუშაო დამცავ კამარს.
მინდა ერთი საინტერესო ინფორმაცია მივაწოდო დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ინდივიდუალური საშუალებების შერჩევის პროცესში. ეს არის წარმოებლის დოკუმენტი. ისევე როგორც ელექტროხელსაწყოებსა და მოწყობილობებს, ინდივიდუალურ საშუალებებსაც ჭირდება წარმოებლის დოკუმენტი. თითოეულ დეტალს ამ კამარზე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უსაფრთხო და ჯანსაღი საქმიანობის პირობებისთვის, რომ დასაქმებულები სიმაღლეზე სამუშაოების წარმოების დროს იყვნენ თავიდან ბოლომდე დაცული. წარმოებლის დოკუმენტში არის მითითებული თითოეული დეტალის მნიშვნელობა, ასევე გაწერილი არის მოვლა-პატრონობის წესები, თუ რა პირობებში უნდა ინახებოდეს არასამუშაო დროს ინდივიდუალური საშუალებები, რამდენიმე ენაზეა მოწოდებული ინფორმაცია, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ქართულ ენაზე არ არის ინფორმაცია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალში ეს ყველაფერიც გამოსწორდება და უკვე გვექნება ჩვენ შესაძლებლობა, რომ ქართულ ენაზეც გავეცდოთ ხოლმე. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა პრინციპში ესეც ძალიან გაამარტივა. AI-სა და სხვადასხვა საიტების დახმარებით შეგვიძლია ჩვენ ვთარგმნოთ ნებისმიერ ენაზე მოცემული ინფორმაცია და ასე მივიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია იმისთვის, რომ დასაქმებულებს მომავალში ჩაუტაროთ სწავლება ტრენინგი მის სწორ გამოყენებაზე. ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ მარკირებას. სია მარკირება, ეს არის პროდუქტის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირში ყოფ ყველა ქვეყანას ადგება იმ მიმართულებით, რომ მიმოქცევის პროდუქტის წესების თანახმად ევროკავშირში ვერ შევა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვერ შევა პროდუქტი, რომელსაც არ აქვს სია მარკირება გავლილი. ეს არის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი და მიანიშნებს იმაზე, რომ პროდუქტი 100%-ით არის გამართული. უშუალოდ გადავიდეთ გრიგორ დამცავი კამრის შემოწმებაზე. პირველ რიგში გავყუთოთ უნდა ეს ყველაფერი. ესე გამოიყურება ჩვენი დამცავი კამარი. ეს არის უშუალოდ თოკი, რომლის დახმარებითაც დასაქმებული ახორციელებს ჩაბმას. ეს არის უშუალო კარაბინი, ორი კარაბინი გვაქვს, ერთი კაუჭი გვაქვს, რომლის დახმარებითაც ხდება ჩაბმა. მეორე გვაქვს კარაბინი, რომელიც დამაგრდება დერგოლზე. აქვს თავისი მარეგულირებელი. ასევე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მარკირებას. აქ არის დატანილი თუ რამდენს უძლებს ჩვენი კონკრეტული დერგოლზე დასამაგრებელი კარაბინი, ეს არის 23 კილონიუტონი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ აი ეს მარკირება უეჭველად იყოს ზედ დატანილი. ხშირად, სამწუხაროდ ხშირად ცნობიერების ნაკლებობიდან გამომდინარე დასაქმებულები აღნიშნულს ხსნიან და ამაგრებენ აბსოლუტურად სხვა კარაბინს. შრომის უსაფრთხოების წესებით, ორგანული კანონის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია სრულად უსასყიდლოდ გადასცეს ინდივიდუალური საშუალებები საკუთარ დასაქმებულებს და თუ მათ სამსახურეობრივი დანიშნულებით უზიანდებათ კონკრეტული საშუალება, ასევე ვალდებულია შეუცვალოს ის. ამიტომ არასდროს არ მოგერიდოთ, როდესაც სამუშაო ადგილზე გჭირდებათ ინდივიდუალური საშუალება, ან გიზიანდებათ ის, არის ფიქრობთ, რომ ეს თქვენი ჯიბიდან არის გადასახდელი. კანონი ამას არეგულირებს და ეს არის დამსაქმებლის გასაკეთებელი. ჩვენი მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ გამოვიყენოთ აღნიშნული საშუალებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ მისი ინსპექტირება. გამოგართმევა მას ლევან ცოტა ხნით. ეს არის უკვე სრული ხვედი, რასაც ჩვენ მოვიგებთ დღევანდელ ვიდეოში. 6-წერტილიანი დამცავი კამარი, რომელიც მაგრდება და მის თითოეულ დეტალს გრიგორთან ერთად მიმოვიხილავთ უშუალოდ მორგების შემდგომ. ესე იგი, პირველი ყოველთვის პრობლემაა მორგების ნაწილში, რომ ერთმანეთში არის ახლართული აი ეს ყველაფერი და დასაქმებულებს თავისა და ბოლოს გაგნება უჭირთ. ყველაზე კომფორტული დამცავი კამრის გასწორების მომენტში არის დერგოლი. აი ეს ყველა შემთხვევაში დერგოლი არის საზურგე, აქედან უკვე ვიღებ ორიენტაციას, ორიენტირს, რომ აი ეს დერგოლი არის ზურგი. აქედან ვიწყებ უკვე კამრის გასწორებას და ამის შემდგომ ვეხმარები ჩემს თანამშრომელს მოირგოს აღნიშნული ღვედი. ღვედის მორგება იწყება ხრებიდან, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ასე ვთქვათ, ლიტერატურაში სხვადასხვანაირად არის გაწერილი მორგების პრინციპი. თავარია თქვენთვის იყოს კომფორტული ეს მორგების პრინციპი და დიდად მნიშვნელობა არ აქვს, საიდან დაიწყებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხრებით დავიწყოთ. აუცილებლად სამხრეები უნდა იყოს გასწორებული. არ უნდა იყოს ამ მდგომარეობაში და არ უნდა იყოს ამოყირავებული, რადგან ვარდნის შემთხვევაში დიდია შანსი, რომ არტერიასთან მოხვდეს აი ესეთ მდგომარეობაში ყოფი ღვედი და შემდგომ უკვე შეუქმნას დასაქმებულის ჯანმრთელობას პრობლემას, ანამ მას ჩამოხსნით. სიმაღლეს სამუშაო დამცავი კამარი სრულად მორგებულია. ეხლა უკვე საჭიროა მოირგოთ თოკი.
აღნიშნულ კარაბის აქ მარეგულირებელი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს მას შემდგომ, რაც დავაფიქსირებ უკვე დერგოლზე აღნიშნულ კარაბინს. ხო, შემოტრიალდი გრიგორ. დერგოლი პირველი დარტყმა ზუსტად აი ამ ნაწილზე მოდის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნაწილები იყოს ანტიკოროზიული. ჩვენ თუ ჩავიხედავთ 477 დადგენილებაში, რომელიც საქართველოში აწესებს მინიმალურ წესებს და სტანდარტებს სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებით, ვნახავთ, რომ თითოეული დეტალი კამარზე უნდა იყოს ანტიკოროზიული. არ უნდა უჩნდებოდეს მარტივად ჯანგი და არ უნდა ზიანდებოდეს, არ უნდა იყოს დეფორმირებული, არ უნდა იყოს გატეხილი. აქ საფრთხე ამ წუთას არ გვემუქრება, იმიტომ რომ სრულიად ახალი კამარი გვაქვს, ეხლა დავიწყოთ პირდაპირ მორგება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველა დეტალი არის გამართული, აქ არსებობს კიდევ ერთი პრობლემა. დარტყმის ნაწილი თუ აქ მივიდა, ზუსტად ამ ნაწილში თუ მოხდა დარტყმა და ეს ჩაკეტილი არ იყოს, შესაძლებელია რომ პირი გააღოს კარაბინმა, ან დეფორმირდეს და მარტივად გატყდეს და დაშორდეს დერგოლს, რაც გამოიწვევს ასევე ადამიანის სიმაღლედან ვარდნის რისკს. შესაბამისად მოვარგე და ჩავკეტე აღნიშნული კარაბინი და ამის შემდგომ კაუჭი დავამაგრე აი ამ საკიდარს. სწორედ ამიტომ არის ეს საკიდარი, რომ კომფორტული იყოს ჩვენთვის ერთმანეთში. არ აგვეხლართოს დაცვის საშუალებები, ღვედები და კიდევ ერთი ხშირი პრობლემა, რაც არის, როცა ესეთ მდგომარეობაში მოყვება დასაქმებულს, არის ის, რომ სხვადასხვა ტიპის ნაშვერზე ხდება გამოდება და მისი წაქცევა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კაუჭი, როცა არ ვიყენებთ, იყოს ჩვენთან ახლოს. ხოლო მაშინ, როცა კიდიდან 1.80 შიგნით შევდივართ, კაუჭი იხსნებოდეს აქედან აუცილებლად და ხდებოდეს შესაბამისი ჩაბმა. გრიგორ, დავიწყოთ უშუალოდ უკვე შემოწმება Safepro-ს დახმარებით. ჩვენ უკვე მზად გვაქვს ჩეკლისტი, შესაბამისად უნდა შევამოწმოთ თითოეული დეტალი. პირველი დეტალი არის ჩვენი კაუჭი. კაუჭი ნებისმიერი ადგილიდან არ უნდა იხსნებოდეს. მხოლოდ აი ეს ნაწილია, რაზე ზეწოლის შედეგადაც კაუჭი გაიხსნება. იმის რისკი, რომ დარტყმის დროს, ანუ ჩამოვარდნის დროს ამ ნაწილზე მოხდება სხეულის წონის დაწოლა, არის 0-ის ტოლი. პრაქტიკულად თუ რამეში არსებობს 0, ალბათობა არის ამ ნაწილში. დანარჩენ ყველა დეტალზე მე როგორი ზეწოლაც არ უნდა განვახორციელო, ფიზიკურად ვერ შევძლებ, რომ კარაბინი გავხსნა. სხვათა შორის აღნიშნული ძალიან გვეხმარება ვარდნის პროცესში. თუ დასაქმებული არ არის ჩაბმული და წონასწორობას კარგად დავარდება, დიდია შანსი, რომ მოასწროს ჩაკიდება და ხელი გაუშვას და ავტომატურად მიიღოს ჩაბმა. ეს დეტალი არის შემოწმებული. შესაბამისად, რახან მას არც კოროზია, არც ნაჭდეურები, არც დეფორმაცია და არც რაიმე ტიპის დარღვევა გახსნასთან დაკავშირებით არ აღენიშნება, არის წარმოებლის მიერ მოწოდებული, მე უკვე ჩეკლისტში შემილია დავაფიქსირო, დიახ, რომ ეს ყველაფერი არის გამართული. ამის შემდგომ გადავდივარ დერგოლის შემოწმებაზე, ხომ ნამდვილად ის დერგოლია, რადგან იხსნება, შეიძლება ვიღაცას დაუზიანდა და იქიდან გამომდინარე, რომ სრულად არ აქვს ინფორმაცია მიწოდებული იმის თაობაზე, რომ სამსახურეობრივი დანიშნულებით ეს თუ გიზიანდება, უსაწყიდლოდ შეცვლა განახლებას ექვემდებარება, ისე რომ შენ არ გიწევს ზარალის ანაზღაურება, ის წავიდეს და რომელიმე ბაზრობიდან შეიძინოს არასერტიფიცირებული დამცავი კარაბინი, რომელიც ვარდნის დროს ვერ გაუძლებს იმ წონას, რა წონასაც ავითარებს ადამიანი. ამიტომ ვამოწმებ დეტალურად თითოეულ ნაწილს და ვწმუნდები, რომ სიე მარკირება და ნაჭდეული, რომელიც კონკრეტულ წონას მიანიშნებს, ზედ აქვს. ასევე აქვს ზედ სტანდარტი, IN 362, რომელიც ადგენს კონკრეტული კარაბინის სტანდარტს. ხო, ამის შემდგომ უკვე გადავდივარ მთლიანი თოკის შემოწმებაზე. ზოგადად შენახვის წესსაც ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც გამოყენების. ჩვენ თუ აღნიშნულ წარმოებლის დოკუმენტში კარგად ჩავიხედებით, ჩვენ წავიკითხავთ ინფორმაციას მოვლაპატრონობის შესახებაც. ნესტიან გარემოში აღნიშნული დამცავი ღვედები ზიანდება და დროთა განმავლობაში უჩნდება ნაჭდეურები და ნაკერებს შორის დაშორებები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ფილაზე არ დავტოვოთ დამცავი კამარი დღის დასრულების შემდგომ და არათუ დღის დასრულების შემდგომ, არამედ შესვენების პროცესშიც მნიშვნელოვანია, რომ კამარი მოვარიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, ასევე ნალექს და წვიმას. ხო, ამის შემდგომ უკვე ხორციელდება თოკის შემოწმება და რო ვწმუნდებით, რომ თოკი არის გამართულ მდგომარეობაში, მგონი არანაირი ტიპის დაზიანება არ აქვს, ხომ ესეა გრიგორ? შენც უნდა დაგვიდასტურო, რადგან შენ უნდა გამოიყენო ეს კამარი, აქედან გამომდინარე, თავად დასაქმებულიც ამას
ამოწმებს. არის სრულიად გამართული, ამიტომ ჩეკლისტით ამამად ვაფიქსირებ გრაფას დიახს. ამის შემდგომ გადავდივარ ღვედების შემოწმებაზე. თითოეული ღვედი ასევე უნდა იყოს ანტიკოროზიული, არ უნდა აღენიშნებოდეს ნაჭდეურები. აქაც ხედავთ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის. არხის ნაწილში ბოლომდე ამორგებული, ჭიდროდ არის მორგებული და არ არის მოშვებული და მუცლის დამჭერი არის წყობში. აქედან გამომდინარე, მე ჩეკლისტში ასევე დავაფიქსირებ ყველა დეტალს ამის თაობაზე. ხო, და ამით დავასრულებ ჩვენ შემოწმებას. ეს იყო სიმაღლეზე სამუშაო დამცავი კამრის unboxing-ი, შემოწმების დოკუმენტი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.